რომლის ფარგლებში სომხურ-ქართული მეექვსე სამართლებრივი ფორუმი გაიმართა. კვირის ბოლოს კი თბილისს უკვე სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია. ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრებსა და სომხურ-ქართული სტრატეგიული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ორბელის ცენტრის ექსპერტ ჯონი მელიქიანს ვესაუბრეთ, რომელიც გაგვიზიარებს თავის შეფასებას აღნიშნულის შესახებ. მოგესალმებით, დავიწყოთ მირზოიანის ვიზიტით. როგორია ზოგადი შეფასება და რა არის ამ ვიზიტის მიზანი? შეძლებენ თუ არა მხარეები უფრო გააქტიურონ და უფრო დადებითი დინამიკა მისცენ ორმხრივ ურთიერთობას და მეორე მხრივ რას მოუტანს ეს პოზიტიური დინამიკა ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონს დასავლეთთან, აღმოსავლეთსა და სხვა აქტორებთან ურთიერთობაზე? პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ გასული წლის იანვარი მნიშვნელოვანი იყო ორი სახელმწიფოს ურთიერთობებისთვის, რადგან დოკუმენტურად პირველად დაფიქსირდა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი. დიახ, ეკონომიკური თანამშრომლობა ჯერ კიდევ ვერ ეწევა პოლიტიკურს და პოლიტიკურ ნაწილშიც გვაქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დაგვიანებული ვიზიტები თუ პროგრამები, რადგან საქართველო პარალელურად გადიოდა რთულ შიდა პოლიტიკურ პერიოდს. თუმცა, ამ 2 წლის განმავლობაში ვიზიტების დინამიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მოსალოდნელია პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის კოლეგას. გაიმართა მორიგის სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი, სადაც ჩვენი დელეგაცია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში ჩვენ წინ მივწევთ ამ სექტორულ თანამშრომლობას, რადგან ცხადი იყო, რომ წლების განმავლობაში გამოცდილების გაზიარება სომხეთსა და საქართველოს შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის რეფორმები, რომლებიც ადრე განხორციელდა საქართველოში, წლების განმავლობაში ისწავლებოდა სომხეთში, როგორც წარუმატებლობები, ისე მიღწევები. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საგარეო პოლიტიკის ნაწილშიც, რატომაც არა, შევისწავლოთ საქართველოს ევროკავშირის, საქართველოს დასავლეთის ურთიერთობები და ჩვენი წითელი ხაზები გარე მოთამაშეებთან, პარტნიორებთან ურთიერთობაში ისე დავაფიქსიროთ, რომ არ აღმოჩნდეთ იმ უარყოფით სიტუაციაში, როგორიც დღეს საქართველოშია. რადგან გვესმის, რომ ყველა სახელმწიფოს ან სტრუქტურასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში თითოეული მხარე ურთიერთობებს საკუთარ ინტერესებიდან გამომდინარე აგებს და ცდილობს, რომ ამ ურთიერთობებში სულ მცირე მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერი მოხდეს. ახლა რაც არ უნდა გააკრიტიკონ საქართველოს მთავრობა, ამ მთავრობას აქვს თავისი ინტერესები, მათ შორის ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ ის რაც იქ ხდება, სასწავლო შეიძლება იყოს სომხეთისთვისაც. მომავალში ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში დღის წესრიგშია გამბლოკვა, დებლოკადა. მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანის პროცესი პოსტ-ვაშინგტონურ ეტაპზე, არის განვითარებები ტრამპის ხაზთან დაკავშირებით, ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტები, სამუშაო ჯგუფების შექმნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან გაუქმდა აკრძალვა სომხეთის მიმართულებით თვირთების გადაზიდვაზე, რაც ისევ საქართველოს გავლით ხდება, მაგრამ დღეს უკვე უფრო საიმედო, ზემო ლარსის გვერდით ავლით, სარკინიძო, საიმედო გზით, რომელიც არ ჩაიკეტება და იძლევა შესაძლებლობას ის თვირთები, რომელთა გადატანაც რკინიძით არის შესაძლებელი, სომხეთში შემოვიტანოთ და ამით მოხდეს ექსპორტ-იმპორტის ორგანიზება. ამიტომ ამ შემთხვევაში საქართველოშიც არის გარკვეული გათვლები, ანალიზი, წუხილები, ასე ვთქვათ. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ვიზიტებით, ამ ვიზიტების ფარგლებში განსახილველი საკითხების მეშვეობით, ქართულ მხარესთან მყაფიო მუშაობით ვაჩვენოთ ის შესაძლო საერთო მიღწევები, რაც შეიძლება რეგიონს ჰქონდეს, რადგან ახალი რეალობა წინა პერიოდში 10 წლეულების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული ახალი რეალობა, სადაც საქართველო მომგებიან პოზიციებში იყო. დღესაც ისე უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ არ დაკარგოს თავისი მომგებიანი პოზიციები, მაგრამ ასევე მოიგონ აზერბაიჯანი და სომხეთი და პირველ რიგში სომხეთი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ბლოკადაში იყო და ძალიან რთული ინფრასტრუქტურული არჩევანი ჰქონდა, ჩრდილოეთი და დასავლეთი. დასავლეთი შეზღუდული იყო სანქციებით, ირანული გზა, რადგან ირან-დასავლეთის ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო ბოლო 10 წლეულებში და ერთადერთი მიმართულება იყო საქართველო. და საქართველოზეც ყველა გზა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო. დღეს უკვე როგორც აღნიშნე, ქართული რკინიძით აზერბაიჯანის გავლით შესაძლებელია გასვლა როგორც რუსეთზე, ისე ცენტრალურ აზიაზე. ამიტომ ახალი შესაძლებლობების გამოყენების კარგი შანსი გვაქვს. ცხადია, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საბოლოოდ საერთო ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. თუმცა ამ კონტექსტშიც მინდა ცალკე გამოვყოთ ეგრეთ წოდებული ეჭვიანობის ფაქტორიც. იმ ფონზე, როდესაც სომხეთი აქტიურად
დგას ასეთ განვითარების გზას. როგორია თქვენი შეფასება, როგორი ხედვა აქვს საქართველოსთან და როგორი მიდგომა აქვს და შეფასებები სომხეთში ასეთ განვითარებად გზაზე? უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონალიზაცია სწორედ ამას ისახავს მიზნად. განვავითაროთ ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, ვისთანაც გვაქვს და ასევე ნულიდან გავააქტიუროთ ან აღვადგინოთ ურთიერთობები დანარჩენებთან. რადგან ეს რეგიონი გარემო თამაშეების თვალსაზრისით განიხილება როგორც ერთიანი, რომელიც უფრო საინტერესოა სამი სახელმწიფოს მოსახლეობით. ამიტომ რომელიმე სახელმწიფოს იზოლაცია აქ სწორი არ არის, რაც ჩვენს შემთხვევაში 10 წლეულების განმავლობაში ხდებოდა, თუმცა არ ვიტყოდი, რომ ძალიან მწუწუნებთ. ჩვენ მიჩვეული ვიყავით იმ ახალ რეალობას, იმ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, რაც იყო, მაგრამ დღეს არის შესაძლებლობა სამივე სახელმწიფომ წამოიწყოს ისეთი პროექტები, ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სხვა სფეროებში, რომ შევძლოთ სამივე სახელმწიფომ ჩამოვაყალიბოთ პროექტებისა და თანამშრომლობის ისეთი ხარისხი, რითაც ყველანი მოვიგებთ. და აქ ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, დიახ, ზოგიერთი დამკვირვებელი შესაძლოა ხედავს აქტიურ სომხეთ-ევროკავშირის, სომხეთ-აზიო ურთიერთობებს. შესაძლოა მათთვის ეს არც ისე სასურველია საკუთარი სახელმწიფოს თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, რომ სამივე სახელმწიფო დღეს ცდილობს აწარმოოს დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკა. შეხედეთ, აზერბაიჯანი დღეს უკვე ინტეგრირდება ცენტრალურ აზიასთან და ცდილობს იყოს ხიდი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის და დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ამით გარკვეულწილად უკმაყოფილებას იწვევს თურქეთისა და რუსეთის მხრიდან, მაგრამ აქ ძალიან ნათელია, რომ ცენტრალური აზიის ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფოებმა, რომლებსაც ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტები, სასაზღვრო პრობლემები, წყლის პრობლემები, გარკვეული განხილვების ფონზე გააცნობიერეს, რომ ეს პრობლემები გვერდზე უნდა გადადონ და განავითარონ დიალოგი და დიალოგის მეშვეობით რეგიონული თვალსაზრისით შექმნან გარემო, სადაც თანამშრომლობამ შეიძლება დროთა განმავლობაში გადაჭრას პრობლემები. და მსგავსი რამ მოხდა უზბეკეთისა და ყირგიზეთის ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენთანაც არის ეს შესაძლებლობა და საქართველო აქ ყოველთვის მომგებიან როლში იყო და დღესაც შეუძლია გააგრძელოს ყოფნა. საქართველოს არსებული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება. უბრალოდ იქნება პარალელური გზები სომხეთის სამხრეთით, ან სომხეთის ტერიტორიით სხვა ადგილებზე გამავალი, რომლებიც ურთიერთშიავსებენ უკვე არსებული ინფრასტრუქტურას და აქ გვექნება შესაძლებლობა უფრო დიდი რაოდენობით ტვირთების გადაზიდვისა. გამოჩნდება ახალი მიმართულებები, შესაძლოა ახალი პროექტები, გაზსადენების, ნავთობსადენების ან იგივე IT სფეროში. არის შავი ზღვის პროექტი, ელექტროკაბელის იდეა, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთიც იყოს ამის ნაწილი. მაგრამ არა მხოლოდ ცენტრალურ აზია, ევროპა, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებითაც განვითარდეს ურთიერთობები. ამიტომ აქ ძალიან მკაფიო გზავნილია ჩვენი ქართული კოლეგებისთვის, რომლებიც წიფლებს ითვლიან და ხედავენ, რომ შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. დიახ, უნდა ვიმუშაოთ, დღეიდანვე უნდა ავაგვეთ ურთიერთობები იმ ლოგიკით, რომ იყოს რეგიონული მიდგომა ყველა პროექტში და აქ ყველა ქვეყნის ინტერესების თვალსაზრისით, როდესაც იქნება პროექტები და ერთიანი მიდგომა, მაშინ ერთ ადგილას დაკარგვისას სხვა მიმართულებით შეიძლება ამ ყველაფრის კომპენსირება და შესაძლოა იმაზე მეტის მოგებაც კი, ვიდრე დღეს არის ამ ეკონომიკური აქტივობის მეშვეობით. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, არის თუ არა კონკრეტული პროექტები ან პროგრამები, რომლებიც ქართულ-სომხურ ურთიერთობების ფარგლებში იგეგმება და თქვენი აზრით, რომელი მიმართულებებითაა შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ტურიზმი თუ საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტები? მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის მოქალაქეებს შორის კავშირის გამტკიცება. ყოველწლიურად ჩვენ საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ვიზიტორები გვხდომთ საქართველოში, რომლებიც სერიოზულ ინვესტიციას, სერიოზულ შენატანს უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკაში როგორც ტურისტები. პირიქით, სომხეთის მიმართულებით, თუ არ ვცდები 2019 წელი იყო მაქსიმალური, როდესაც ეთნიკურად ქართველები ეწვივნენ სომხეთს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო განვითარებების ფონზე, როდესაც შიდა პასპორტებით, ID ბარათებით არის შესაძლებლობა ერთმანეთთან სტუმრობის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო წაახალისებს აქტიურ მონაწილეობას კულტურულ ღონისძიებებში, საკონცერტო პროექტებში, რომლებიც სომხეთში ხორციელდება. ახლა უკვე ბოლო წლებში ვხედავთ, რომ მრავალი ქართველი სტუმრობს სომხეთს რაღაც კონცერტებზე. სომხები მიდიან საქართველოში კონცერტებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ტურიზმის განვითარების ჩვენ სხვადასხვა პროექტებში ასევე მიზნობრივ ჯგუფში გვყავდეს საქართველოს მოხალხეები, რომლებისთვისაც გარკვეულწილად დიახ, არის მსგავსება კლასტერული ტურიზმის ნაწილშიც. ბაკურიანი აქვთ, წახკაძური. რით უნდა დააინტერესოთ, მაგრამ ახლოსაა, საზღვარგარეთაა, შესაძლოა კარგი რესტორნები, გემრიელი საჭმელი და ასე შემდეგ. სწორი პიარის პირობებში შეიძლება ამ ადამიანებს არც ისე დიდი თანხით დაინტერესო და ისინი ჩამოვიდნენ სომხეთში. და არის გათვლები, თუ არ ვცდები, რომ 100 კილომეტრზე შორს არ მიდიან. ამიტომ იქნება ეს სევანი თუ დილიჯანი. ყველა მიმართულებით, რომლებიც ძალიან საინტერესოა, შეიძლება მათთვის კიდევ უფრო საინტერესო იყოს. ეს პროექტები განხორციელდეს, რომ ერთმანეთს ვესტუმროთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან სტუმრობით ერთმანეთს გავიცნობთ კიდეს და უკვე გაცნობით კონფლიქტურობაც ქრება. წუხილებიც ქრება. ძმუბი კეთილმეზობლური ურთიერთობები ამით კიდევ უფრო გამკიცდება.